ერთი დღე ალასკის სამიტამდე დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება. აუდიენციამდე ამერიკის პრეზიდენტის გზავნილი მკაფიო გახდა. ვაშინგტონი არ აპირებს გადაწყვეტილებები თავად მიიღოს და ყველა ნაბიჯი კიევზე იქნება. ეს ვოლოდიმერ ზელენსკის და ევროპელი ლიდერებს დონალდ ტრამპმა ონლაინ შეხვედრის დროს უთხრა. გაირკვა, რომ ტრამპს ალასკის სამიტის შემდეგ სწრაფი სამხრივი შეხვედრა სურს. ტრამპის და პუტინის შეხვედრა გაიმართება იმ ფონზე, როდესაც ანალიტიკოსთა ცნობით ოკუპანტი უკრაინის ფრონტზე წინ მიიწევს. ამას კიევში უარყოფენ. ზურა პეტროსიანი აგრძელებს თემაზე საუბარს და გაგვაცნობს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე როგორია განცხადებები და შეფასებები. ზურა გისმენთ. ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება ცნობილი ადგილი ალასკა, ელმენდორფ რიჩარდსონის სამხედრო ბაზა, თუმცა ამ დრომდე უცნობია დრო და ეგრეთ წოდებული აჯენდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ელოდება ამ ისტორიულ შეხვედრას და მას სწორედ ასე უწოდებს, თეთრმა სახმა მას listening exercise უწოდა, ანუ ერთგვარი მოთელვითი შეხვედრა, რომელზეც მოხდება პოზიციების გასვლა და მომზადება მეორე და უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, რომელიც უკვე შესაძლოა სამხრივ ფორმატში ან ზელენსკი პუტინის და ზელენსკი ტრამპის ფორმატში გაიმართოს. აქ ჯერჯერობით აზრები იყოფა, თუმცა გუშინ თავად დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის იბრძოლებს ამ შეხვედრის მისაღწევად. რა ვიცით შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და რა შეიძლება იყოს განხილვის თემა და რა არ შეიძლება იყოს. უპირველესად მთელ ამ შეხვედრაზე მთავარ ხაზად გასდევს პრინციპი, რომ არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, ანუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეეხება ტერიტორიების გაცვლას და ან ტერიტორიის სხვა საკითხებს, ვერ იქნება განხილული უკრაინის გარეშე. მეორე და უმთავრესი, დონალდ ტრამპი მოითხოვს პუტინისაგან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები იქნება მძიმე, ეს თავად ტრამპის სიტყვებია და დამატებითი განმარტებებით საკითხზე უკვე შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა დღეს დილით. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი აუხსნის პუტინს, რომ მაგიდაზე იდება როგორც სანქციების უკიდურესი გამკაცრება, ასევე შემსუბუქებაც და სწორედ პუტინზე იქნება დამოკიდებული, საით გადაიხრება ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები. გუშინ შემდეგ ბევრი ეგრეთ წოდებული ინსაიდერული, ანუ შიდა ინფორმაციაც ვრცელდებოდა ამ საკითხზე, მაგალითად, გამოცემა ტელეგრაფი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი სავარაუდოდ შეეცდება ვლადიმერ პუტინს შესთავაზოს იშვიათი ლითონების მოპოვებაზე ცვლომა და სანქციების შემსუბუქება უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ. აქ საუბარი არის ალასკაზე ამ ლითონების მოპოვებაზე. პოლიტიკო კი ასევე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები მზადა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, თუმცა არა ნატოს ფარგლებში. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გუშინ დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მათ შორის ვოლოდიმერ ზელენსკის ესწრებოდა. ევროპელმა ლიდერებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია თუ როგორ ხედავენ ტრამპი პუტინის მოლაპარაკებებს და მათ შედეგებს. თავად ტრამპი ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილია და თქვა, რომ შეხვედრას 10 ქულით აფასებს. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გქონდა ევროპელ ლიდერებთან. პრეზიდენტი ზელენსკიც იყო ამ შეხვედრაზე. შევაფასებდი მას 10 ქულით, ძალიან მეგობრული იყო. ვიცნობ ლიდერებს, რადგან ნატოს სამიტზე ვიყავი და ახლა 5% იხდიან თავდაცვისთვის. ყოველთვის ვამბობდი, რომ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას ვაპირებდი და ამის შემდეგ დაურეკავ ლიდერებს და პრეზიდენტ ზელენსკის. არსებობს კარგი შანსი, რომ გვექნება მეორე შეხვედრა, უფრო პროდუქტიული ვიდრე პირველი, რადგან პირველ შეხვედრაზე ვაპირებ გავიგო, სად ვართ და რას ვაკეთებთ. პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მალევე გვექნება მეორე შეხვედრა. ვისურვებდი, რომ ეს შეხვედრა დაუყოვნებლივ გაიმართოს და ეს იქნება პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა ჩემთან ერთად. თუ სურვილი ექნებათ, პირველ შეხვედრაზე შეიძლება კარგი ამბები მოხდეს, მაგრამ ეს იქნება მომზადება მეორე შეხვედრისთვის. შედეგები იქნება, არ მჭირდება ახლა თქმა, მაგრამ მძიმე შედეგები იქნება. შეხვედრა ეგრეთ წოდებულ მსურველთა კოალიციის წევრებს შორის გუშინ ვირტუალურ ფორმატში შედგა. თავად ვოლოდიმერ ზელენსკი, როგორც ვიცით, ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იყო ჩასული, მას ჰქონდა შეხვედრა მათ შორის ფრიდრიხ მერცთან. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტის მთავარი პუნქტი შემდეგნაირად ჟღერს: უკრაინას უნდა ჰქონდეს მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიები, რათა ეფექტიანად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. გარდა ამისა, არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობაზე. რუსეთს არ შეუძლია ვეტოს დადება უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. ეს არის ის მთავარი, რაზეც შეთანხმდნენ ლიდერები, სწორედ გუშინდელი ვირტუალური შეხვედრისას და რაზეც არის თანახმა ასევე ვოლოდიმერ ზელენსკი. ცნობილია, რომ ზელენსკის პოზიცია არის უცვლელი, რუსეთს არ უნდა მიეცეს ციტატა ბლეფის საშუალება, ისევე როგორც უცვლელია პოზიცია დონბასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინის კონსტიტუცია არის უცვლელი, თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მსურველთა კოალიციის წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა განცხადებები გააკეთეს ასევე მსოფლიოს სხვა ლიდერებმა, მათ შორის ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა, რას ფიქრობს ფრიდრიხ მერცი, რას ფიქრობს ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ახლა კი შეგვიძლია მოვისმინოთ ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების პოზიციებიც, რომლებიც ასევე თანხმედრაში არის აი ამ პოზიციებთან, რომელიც გუშინ გააჟღერეს მსურველთა კოალიციის წევრებმა.
პირველი ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, მეორე უკრაინის გარეშე არ მოხდება უკრაინის საქმეებზე მოლაპარაკებების წარმოება. მესამე ელემენტი შეერთებული შტატების მზაობაა ევროპასთან ერთად გაიზიაროს ძალისხმევა უსაფრთხოების პირობების გაძლიერებისთვის, როცა მიღწეული იქნება ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ მიახვედრა უკრაინასა და მოკავშირეებს, რომ ვლადიმერ პუტინისგან ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვს. სხვა ყველა საკითხი, რომელიც უკრაინის ტერიტორიებს შეეხება, წარიმართება მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის თანდასწრებით. შეერთებული შტატები შეიტანს თავის წვლილს უსაფრთხოების გარანტიებში, რომლებიც შემუშავებულია მსურველთა კოალიციის მიერ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის თაოსნობით. Ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპამ დაარწმუნოს დონალდ ტრამპი, რომ რუსეთს ვერ ენდობა. ერთადერთი გზა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა ეს და მეც ნათლად დავაფიქსირე ორივე შეხვედრაზე ეს აზრი. არის რუსეთზე ზეწოლა ნამდვილი მშვიდობისკენ. ამ მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არავინ უნდა იფიქროს რუსეთის იმ უფლების აღიარებაზე, რომ ფლობდეს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან ძალის გამოყენებით. აგრესიული ომით წაართვა ყველა შესაძლო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ბევრი დეტალი, როგორც ვთქვით, უცნობია, შეგვიძლია შევაჯამოთ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის გვაქვს. პირველი, ეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა, რომლის საუკეთესო გამოსავალიც უნდა იყოს ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე პუტინის დაყოლება, რომლის შედეგადაც დაიგეგმება უკვე მეორე და უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა ზელენსკის მონაწილეობით. მეორე, ვერცერთი საკითხი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ვერ იქნება გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე და მესამე, უკრაინამ უნდა მიიღოს რეალური უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდანაც. აი ამ საკითხების ირგვლივ იქნება დიდი ალბათობით მსჯელობა ალასკაში. ანკორიჯი ეს არის ქალაქი, სწორედ ამ შტატში, რომელიც უმასპინძლებს შეხვედრას. ალასკის თავზე უკვე არის გადაკეტილი უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები მიღებული. ასევე ცნობილია, რომ თავად ქალაქის მოსახლეობა პუტინს საპროტესტო აქციით დახვდება და ბოლო განახლება ამ დროისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ გერმანია ბერლინი უკვე დატოვა. ის მიემართება ამ დროისთვის უკვე ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მას აქვს დაგეგმილი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან.